საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დაფუძნებულია მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონით, როგორც ეროვნული მაუწყებელი და პასუხისმგებლიანი მედია თავის საქმიანობას ახორციელებს ამავე კანონით დადგენილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და ემსახურება მთელ საზოგადოებას ჟურნალისტური ეთიკის ნორმების სრული დაცვით, ობიექტურად გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის გათვალისწინებით, რაც დადასტურდა ეუთო ოდირის დასკვნითაც. მესამე კვირაა საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და პირველი არხის ეთერში ასახავს ყველა იმ მოვლენას, ყველა საპროტესტო აქციის, მარშისა და მსვლელობის ჩაკვით, რაც მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქებში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართული აქციის მონაწილეები იყენებენ ფრაზას მოპოვებული ეთერი, აღნიშნულს კატეგორიულად არ ვიზიარებთ და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის უზრუნველყოფდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის განსხვავებული მოსაზრებები გაჟღერებული იყო მაუწყებლის ეთერიდან. საგანგებო რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილება. საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა პირველი არხის ეთერში ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, კვლავ ძალაშია და გრძელდება მაუწყებლის მიერ განსაზღვრული ფორმატის ფარგლებში. ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია იყოს გააზრებული, დაცული და უზრუნველყოფილი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და მასზე ნებისმიერი სახის ზეწოლის დაუშვებლობა, რაც კონსტიტუციითა და კანონით არის გარანტირებული და დაცული. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წამოყენებულია ახალი მოთხოვნა დღის ეთერის გახსნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ არხის მენეჯმენტს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან. ყველა ამ შეხვედრაზე დაფიქსირებულია არხის პოზიცია, რომ საინფორმაციო სამსახური ყოველდღიურად განაგრძობს სპეციალურ რეჟიმში მუშაობას, როგორც დღის, ასევე საღამოს ეთერში, ხოლო საინიციატივო ჯგუფს აქვს შესაძლებლობა მათ მიერ შერჩეული საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველი არხის ეთერში ისაუბრონ მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია და დაუშვებელია მასზე დემოკრატიის სახელით ხორციელდებოდეს მსგავსი ტიპის ზეწოლა, რამდენადაც მას აქვს პროფესიული ვალდებულება დამოუკიდებლად დაგეგმოს ფორმატები და სამაუწყებლო ბადე. მოუწოდებთ საინიციატივო ჯგუფს შეწყვიტონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ზეწოლა მაუწყებელი იქცეს მხარეთ. პოლიტიკურ აქტორად და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც არ არის მისი ფუნქცია და ვალდებულება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთგული რჩება ფუნდამენტური ღირებულებების პირველ რიგში სამართლიანობისა და ჟურნალისტური პრინციპების ეთერი დაუთმოს ყველა მნიშვნელოვან თემასა და მოეწყოს საჯარო დისკუსიები, რომელიც ჩვენი აზრით ემსახურება პოზიციების დაახლოებას და არა რადიკალიზაციას, ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში. აქვე შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღის ეთერის გახსნის თხოვნით მენეჯმენტს მიმართეთ საზოგადოებრივ მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა. ჩვენი პოზიცია უცვლელია. მიგვაჩნია, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ადამიანური და მატერიალური ტექნიკური რესურსით შესაძლებელია უფრო ფართო დისკუსიის მოწყობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. არსებობს ყველანაირი შესაძლებლობა ამის გასაკეთებლად, თუმცა ამ დრომდე არხის თანამშრომლების ნაწილს არ მიგვიღია მენეჯმენტისგან დადებითი გადაწყვეტილება.